ასე. დილამშვიდობისა კიდე. დილამშვიდობისა. ყველას დამდეგს მოვედით უკვე ფინიშის სწორზე ხო რაღაც ახალი წლისთვის მზადყოფნაში ვარ. დარწმუნებული ვარ ზუსტად იგივე ხდება ყველა ჩვენი მაყურებლის და დიასახლისის ოჯახში. პუსპუსი, მზადება. ხო, ჩვენც ესეთი ხო ოჯახის სამზარეულო გვაქვს და შესაბამისად იგივე რაც ხდება თქვენ და ხდება ჩვენთანაც. ჩვენი ოჯახით შევიჭრებით ხოლმე მაყურებლის ოჯახებში. აი ესე და რაღაცებს გაუზიარებთ ხოლმე. დევს მათ გამსავლობთ. ეს წინა საახალწლო ფუსფუსი რუზი სამზადისი და მივხვდი რომ კი ახლა ნამდვილად არის ახალი წელი, იმიტომ რომ ყველას ხედავდი საჩუქრით ხელში, როგორ ვირბოდნენ რაღაცის მოსწრებას ცდილობდნენ. მე არავინ არ დამინახავს შე. შესაბამისად, ხო, ნუ ეს არის ალბათ თავარი ხიბლი ამ დღესასწაულის და ნამდვილად არ არის გასაკვირი რომ ეს გამოიქესი ჩემთან დამანახე როგორ მორბი ხარ ჩემთან საჩუქრით ხელში. კი, ზურა, გადასასვლელებს ყველა ფუსფუსია. მე რეგიონებში ვიყავი. მე რეგიონებში თუ დავინახავდი. კარგი, ლიკუნ, დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ამბავს, ჩვენს ტოლმას. კი, იმისთვის რომ გავაკეთოთ ტოლმისგან ნაძვისხე, ჯერ უნდა მოვამზადოთ ტოლმა. ხო, ჯერ თავად ტოლმა. კი, ტოლმისთვის კი ვიყენებთ საქონლის ფარს, 1 კილოგრამ ფარს დაახლოებით 2 ცალი ხახვი, 100 გრამი მოხარშული ბრინჯი. შეგიძლიათ გამოიყენოთ, შეგიძლიათ არა, თუმცა მე მიყვარს ბრინჯით. ასევე შევასუნელებთ, დავაბლენდერე ნიორი და მწვანილიც. ეს რაღაც გემრიელობა გაქვს მომზადებული. ხო, ეს არომატი. ჩვენ ძალიან ეს საზეიმო ვითარებაში სამზარეულოში. ტოლმა უნდა მოგახვევინო ახლა ზურა. ხალხით რომ სამზარეულოში ფუსფუსი უნდა იყოს საზეიმო. ესე ხო არ გავაკეთო რა. განწყობითაც და სამოსითაც. რა გავაკეთო? და რაც შეეხება დანარჩენს უკვე მარილი სუნელებიდან არ ვიცი შეგვიძლია ზოგს ორეგანო უყვარს ზოგს პიტნა უყვარს ზოგ აი ვის რა ცოტა ქინძი გამოვიყენეთ ცოტა მარილი პილპილი ხო ცოტა წითელი პაპრიკა მოკლედ რა ვიცი ვის როგორც ეს სიამოვნება და მოხარშვის დროს მე ვიყენებ ხოლმე ან კომშს ვუფენ ფენა ჩაჭრილს ან ეს ვიფიქრე რომ ცოტა განსხვავებული მე ლიმონით მოვამზადოთ კი მართალია ცოტა სიმჟავესაც შესძენს მაგრამ ძალიან უხდება და შემდეგ უკვე მოვუმზადებ соуს რა თქმა უნდა მაწვნითა და არაჟნით ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია რომ დავიწყოთ მოხვევა ზურა შემიძლია რომ შენ გაჩვენო აი აქ ერთხელ მაჩვენე და მე გავაგრძელებ კი ფოთლები გვაქვს რომელსაც უბრალოდ მდუღარე გადავავლეთ და ეს პრიალა მხარე უნდა იყოს გარედან. სანამ მოვიდოდი, ისიც უთხრათ რომ მე სანამ აქ მოვიდოდი დავკრიფე და მოვიტანე. კი ბატონო. ზურა ესენი უნდა იყოს გარედან, პრიალა მხარე, ეს გლუვი უნდა იყოს შიგნიდან. ეს ყუნწები შეგვიძლია ასე ჩამოაჭრა. ერთი გააკეთე და მე ვიზამ რა. კარგი, ცოტა წყლის დამატება. ახლა მთელი სუფრა რო არ ჩავშალო აქ და მე ოპერატორები რომ არ მეჩხუბონ და ჩვენი შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი. შენ ხა უკვე ისეთი გამოცდილი ხარ. დაახლოებით რაზომაც არის ჩვენი ფოთოლი იმდენი გავთვალოთ ფარში. აი ასე ძალიან მარტივად. კი ბატონო, გასაგებია. გასაგებია. ამ ყველაფრის მომზადება ცოტა წინა დღეებშიც მარტივია. თვითონ ფოთლები სხვადასხვა ზომის გვაქვს? კი, სხვადასხვა ზომის არის ეს ფოთლები და აქედან გამომდინარე ნახე ჯერ ქვაბში არ ვაწყობთ, არა. ჯერ ქვაბში არ ვაწყობთ, რადგანაც როდესაც უკვე ყველა გვექნება მოხვეული, ზომების მიხედვით ცოტა დიდებს ქვევით და ვაწყობ და ცოტა პატარებს ზევით და ესე მოვხარშავთ, რადგანაც უფრო დავიცავთ. სულ რაღაცა ბევრი ფოთოლი გაქვს. რა მაქვს ბევრი? ერთი ცალი ფოთოლია. ორი მეგონა ნახე, ეს ცოტა დიდი ხო არ გირჩევნია? კი ბატონო, რა ვიცი. სურა მობილიზებული იყავით. ესე იგი რაღაც უკვე შენიშვნა მივიღე, ძალიან დიდი ბოდიში. მე კი მაპატიეთ. არა, კი გაპატიებთ, მაგრამ ჩვენს გვაპატია, ახლა ნერვიულობთ, მაინც აპასუხისმგებლო რაღაც ჩაგაბარეთ და მე კი მანამდე მაყურებელს შევახსენებ, სანამ ზურა ხელის კანკალით უნდა ვაკეთო. ჩვენი მეგობარი და კულინარიული რუბრიკის
სპონსორი გახლავთ მინერალური წყალი ბორჯომი. ბორჯომი გახსენი, ისიამოვნე და შეიგრძენი სიმსუბუქე. ხო და თაკო გახსენი, ისიამოვნე და შეიგრძენი სიმსუბუქე, რა პრობლემაა? აი ზურა ყოჩა. როგორი კუსკუსა და ლამაზი გავაკეთე? ძალიან. ხო ხედავ როგორი ის არის. არა, ბიჭოს. გამშვიდებს არა ეს პროცესი? კი, ძალიან. აი დამამშვიდა. ძალიან დამშვიდდი. ასეა. და რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პროდუქტი, რომელიც არის წარმოდგენილი ეს ორია. ჩვენ სამზარეულოში არის ჩვენი მეგობარი გუდვილისგან, სადაც ყველა პროდუქტი ქართველი ფერმერებისაგან მომარაგებული, ეს იქნება ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ქათამი, ამიტომაც არის ხოლმე ცინცხალი, სულ ახალ-ახალი პროდუქტები. სხვა აუცილებლად გადის ლაბორატორიულ შემოწმებას უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და უკვე შემდეგ თქვენ სამზარეულოში და ასევე ჩვენსაში. დილამშვიდობისა. ის მეკარით ბაყაყის ადვიშოვოთ დღე. მე მოგიყვან ცოცხალ ბაყაყს. აი, შენს ბაყაყი გჭირდება? შენს ბაყაყი. ანუ ყველაფერი. ციცაკას ლიკუნა მოგცემს აგერ, მაგრამ შენ გაყავს ბაყაყი რომ ისე? პილპილიც მაგ მარცვალს მე მოგცემ. ყველაფერი მაგ ბაყაყის ციცაკა. ამასობაში ტოლმა მოხვეულია და ნახე ცოტა დიდი ნაჭრებით ეს რომელიც ზურა შენც რო ნახავ რო ცოტა დიდია შეგვიძლია მოვათავსოთ ქვაფში და პირველ ფენად გავუწევთ ოთხი ვაწყობ ჯერ უნდა მოვხარშოთ ხო მართალია მოვხარშობს ხوار დავალაგებთ მაშია საქმე პირველ ფენად გავფიქრობ დილაუფენია რაღაცებზე ხო უკაცრავად საყვარელი ხარ პირველი ფენა გვაქვს ვაზის ფოთოლი რომელიც ცოტა მიხეულ-მოხეული იყო ესე დავაფინეთ შემდეგ ცოტა უფრო ბუთქუჩა ტოლმებს დავაწყობთ და მე უკვე გადავალთ უფრო ცოტა პაწუკებზე რომლებიც უფრო მალე მოიხარშება და შესაბამისად გჭირდება ესე ცოტა ზემოდან რაც შეეხება გულსარც უკვე გითხარით ფარში საქონლის რომელშიც დავამატეთ ცოტა სუნელები გატარებული ხახვი ნიორი და მწვანილები და დავამატეთ ასევე ბრინჯი მოხარშული თუმცა ზოგი დიასახლისი ბრინჯს არ იყენებს მინდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ მთელი წელი ჰიპერმარკეტების ქსელი გუდვილი იყო ჩვენთან ერთად სამზარეულოში და ჩვენც მოვახერხეთ რომ ძალიან გემრიელი და საინტერესო რეცეპტები გაგიზიარეთ გუდვილი გვამარაგებდა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით დამეთანხმებით რომ გემრიელი საკვების მოსამზადებლად პროდუქტი უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი პროდუქტი რაც არაკლია ნამდვილად პროდუქტი და კეთილფეროვანი წელი გამოგვივიდა გუდულთან ერთად ლიკუნა ჩემი აზრით. მადლობა იმ კომპანიებს, რომლებიც ასე რაღაცნაირად ერთგულად მოყვებიან მთელი წელი და ჩვენც მე მგონი არ ვაკლებთ ხო ერთგულებას. ზურათ, მეც ამის თქმა მინდოდა რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ჩვენთან ერთად იყო ეს ერთი წელი მაყურებელიც და ასევე რა თქმა უნდა კომპანიებიც. დანარჩენი. ესე იგი ჩვენ ახლა ისღა დაგვრჩენია რომ მოვხარშოთ ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე ნაძვის დროც დადგება. კულმინაციურ ნაწილს რომელსაც მე დილიდან ასე ველოდები დადგება. ნახეთ როგორი მორთულია თან. ისე წარდგენა. რა და კულმათი აწყობილი ნაძვისხე მართლა არ მქონდა ნანახი. ლიკუნა ხო. ნაძვისხე არ მაქვს სახში და გამატანე გეხვეწ. ესე ლიკუნა იდეები არ ვიცი, ფანტაზიები იცი რა არის თაკო? ნამდვილად და აქვს ესე უნარი რომ რაღაც წარმოიდგინო, გააკეთო, შექმნა, თან გემრიელი იყოს, თან ესთეტური, ლამაზი. მადლობა ძალიან დიდი. იცი რა არის? ახალ წელს ახლა სუფრისთვის ჩვენ ვერაფერს ახალს ვერ მოვიგონებთ. ყოველ შემთხვევაში მე არა ვარ ახლა გამომგონებელი სამზარეულოში და რაღაცნაირად ვცდილობ რომ უბრალოდ ფორმებით გავახალისო ეს ყველაფერი. თუ სალათია, თუ ტოლმა, თუ ხაჭაპურია, რაღაც ყველაფერს რაღაცა ნაძვის ხის ხო, ეს ვარსკვლავიც რო დაუდგე და დაგვეხმარა. და რაღაცნაირად გავაფორმოთ სუფრა ესეთი ორიგინალური ვიზუალით და მეტი ახლა გემო ყველასთან დარწმუნებული ვარ ძალიან კარგია. გემო ზურამ უკვე დააგემოვნა და ნახეთ მე ხა მოვვრთავ შეხედეთ აი აგერ ვაწყობ აი
ყოჩახსურა. მე კი გეტყვით რომ რა თქმა უნდა ჩვენ სამზარეულოს მთელი სეზონის განმავლობაში კომპანია მიდეა უზრუნველყოფდა ჩვენს კომფორტს და უზრუნველყოფდა ყველაფერს ტექნიკით, რომელიც გამოირჩევა თანამედროვეობით, ინოვაციით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. და ხო, ძალიან დიდი მადლობა რომ მე არ ვიყავი მარტო სამზარეულოში. მადლობა ერთგულებისთვის. და მიდეა იყო შენთან ერთად და ყველაფერთან ერთად ჩვენც გქონდა იმის შესაძლებლობა რომ შენთან ერთად გვეფუსფუსა, მიგვეღო სიამოვნება შენთან ურთიერთობით და ამისთვისაც გქონოდა დრო. თან იცი რა, ეს მარტივდება აი ტექნიკით. მარტივდება პირდაპირ ეთერში რაღაცებს მომზადება. რომ მაყურებელთან მივიდეს იმ სახით, რა სახითაც საბოლოო ჯამში მიდის ხოლმე და თან მერე გემრიელად მივირთმევთ ხოლმე, დიახაც. ნამდვილად ასეა. ძალიან დიდი მადლობა ასევე რა თქმა უნდა ბორჯომს. ბორჯომი ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილი და განსაკუთრებით დღესასწაულებში წარმოუდგენელია აი ამ შუშხუნის გარეშე, რომელიც ახალ წელს მე არ მეგულება ოჯახი, სადაც ეს სითხე არ არსებობს, ხო? გამორიცხულია ეგეთი ამბავი. თუმეტეს ნოყიერი და მრავალფეროვანია ხოლმე ჩვენი საახალწლო ქართული სუფრები შესაბამისად კი. კი ბატონო, მე ორი საჭიროა დავემშვიდობები მაყურებელს წელს. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც იყავით ჩვენთან ერთად, ვინც გვეხმარებოდით ფუსფუს სამზარეულოში თქვენი გამოხმაურებებით და უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა ყველა კომპანიას, რომელიც იყო მთელი ამ სეზონის განმავლობაში ჩვენთან ერთად და უკვე მომავალ წლამდე გემშვიდობებით. ლეკონ, უღრმესი მადლობა შენ. ახალ წელს. შენ უღრმესი მადლობა შენი გემრიელობისთვის, როგორც ადამიანობის თვალსაზრისით, ასევე ინგრედიენტების, კერძების და დიდი სიამოვნებაა თქვენთვის ფუსფუსი აქ. ხვდებით რომ ეს ასეა ნამდვილად.